ამ ვიდეოში მოგვიყვებით რა არის და როგორ ჩნდებიან ნაღლის ბუშტის კენჭები. აი ეს არის ნაღლის ბუშტი, რომელიც ანატომიურად უშუალო კონტაქტშია ღვიძლის ქსოვილთან და ის მდებარეობს ნეკტარკალის საზღვარზე მარჯვენა ზემო მუცლის კვადრანტში. არსებობს ქოლესტერინის, პიგმენტური და შერეული ნაღლის ბუშტის კენჭები. გარდა ნაღლის ბუშტისა, ეს კენჭები შეიძლება ნაღლის სადინარში უშუალოდ ღვიძლში წარმოიქმნან და მისი ობსტრუქცია გამოიწვიონ. რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს სკლერების სიყვითლე, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ და ამ შემთხვევაში ეს არის ქოლესტაზური, ანუ ობსტრუქციული სიყვითლე, რომელიც ვითარდება სწორედ ნაღლის შეგუბების შედეგად. ნაღლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების რისკს კი ბევრი ფაქტორი ზრდის, მათ შორის არის მაგალითად სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი დონე ან ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც ნიშნავს სისხლში ტრიგლიცერიდების მაღალ დონეს, ასევე არსებობს რა თქმა უნდა გენეტიკური ფაქტორი, მდედრობითი სქესი, ანუ ესტროგენი და ესტროგენის გავლენა ქოლესტერინის კენჭების ჩამოყალიბებაზე, სიმსუქნე და ასაკი 40 ზევით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაღლის კოლიკას, ანუ იმ ტკივილს, რაც ამ დაავადებას ახასიათებს, ადარებენ მშობიარობის ტკივილს, იმდენად დიდი სპაზმური ტკივილი ახასიათებს ამ ყველაფერს. თერაპიის ერთადერთი მეთოდი კი არის ნაღლის ბუშტის ლაპარასკოპიული მეთოდით ამოკვეთა.